მეგობრებო, გავჩერდით იქ რომ როჩილდები ამყარებენ კავშირებს სხვა სოფლიოს ქვეყნებში, აძლიერებენ შიდა სოციალურ კავშირებს, კერძოდ ერთმანეთის იმებზე, შვილებზე ქორწინდებიან და ამერიკაში შეაღწიეს იმით, რომ დააფინანსეს იქაური ამერიკელი ბიზნესმენები, როგორიც იყვნენ როკფელერები, მორგანები და კარნეგი. და ამით რა თქმა უნდა არ დაკმაყოფილდა ბატონი როჩილდი და ეძებს კიდევ საშუალებებს როგორ შეაღწიოს ამერიკაში. და დაემთხვა ისე, მოგეხსენებათ, გახსოვთ ალბათ, ადრე ვისაუბრეთ, რომ სესილ როუდსი, ჩვენი სესილ როუდსი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მაგნატია, იმის ბრილიანტების იქ კატასტროფა დაემართა და ჩავიდა მაშინ სესილ როუდსთან, რა ქვია, როჩილდთან, რომ ფული ისესხოს და მან დაახლოვდნენ, ისე დაახლოვდნენ, რომ ნახეთ By November 1888, the relationship between the two men had grown so close that Rhodes drafted a new will in which he named Rothschild the sole beneficiary of his estate. 1888 წლის ნოემბერში ამ ორ ადამიანს შორის, როთშილდსა და როუდს შორის ისე დაახლოვდა, რომ როუდსმა დაწერა ახალი ანდერძი, სადაც ერთადერთ ბენეფიციარად, ერთადერთ მემკვიდრედ დაასახელა როთშილდი. ანუ საოცარი არ არის, კაცო, რატომ დაასახელა ისედაც უმდიდრესი ადამიანი მემკვიდრედ როუდსმა, რატო აძლევს ამდენ ფულს, კაცო? არა აქვს იმას? საქმე სხვა რამეშია. საქმე იმაშია, რომ ნახეთ The answer resides in the codicil of the will, which instructed Rothschild to use the wealth accumulated by Rhodes to establish a British secret society as a counterpart to the Kimberley Club that Rhodes had set up in Africa. The British secret society, which Rhodes dubbed the Society of the Elect. საქმე იმაშიაო, გვიყვება მთხრობელი, რომ ამ ანდერძს ჰქონდა დანართი. ამ დანარჩი იყო გაწერილი მიზეზი, რატომაც აძლევდა მთელს თავის ქონებას. საქმე იმაშია, რომ უნდა დაარსებული ყოფილიყო ახალი საიდუმლო საზოგადოება ამ ფულით, რომელიც ეწერა ამ ანდერძში. და ამ საზოგადოებას ერქვა Society of the Elect. ეს არის რჩეულთა საზოგადოება. და იმახსოვრეთ ეს რჩეულთა საზოგადოება, იმიტომ რომ რჩეულთა საზოგადოება არის ის მთავარი, ასე ვთქვათ, ბირთვი, deep state-ი, როგორ ვთქვა რა, ესეთი super deep state-ია ეს Society of the Elect, რომელიც ჩეკავს მერე სხვა deep state-ებს. თელი ამის, ასე ვთქვათ, თუ რამე ტრამპი რო ებრძვის ახლა deep states, ეს არის deep state-ის deep state, ვისაც ებრძვის, კაცო. თავარი ეს არის Society of the Elect და ამისთვის ჩადო ფული როუდსმა და ხო, სადა ვართ? ხორ გამოგრჩა რამე? ხო, არაფერი არ გამოგრჩა. ხო, აგერა ვართ. და რატომ და ასევე აი ამ იმაში, რა ქვია, ანდერძში იყო გაწერილი, როგორი უნდა ყოფილიყო ეს საზოგადოება. და ეს საზოგადოება უნდა ყოფილიყო ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ეგრეთ წოდებული იეზუიტების საზოგადოება. იეზუიტების, ანუ იეზუიტი არის ლათინურად იესოს საზოგადოება, რა. რომელიც იგნატუს ლოიოლამ 1554 წელს ჩამოაყალიბა და რატომ მოწონს სესილ როუდს ეს იეზუიტთა საზოგადოების მოდელი. მარტო იმ მიზეზის გამო. იმიტომ რომ ეს იყო პატარა მცირე ჯგუფი ადამიანების, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ შექმნა ნახევრად გასამხედროებული ბერების. ეს იყო სასულიერო ორგანიზაცია, რომელიც ებრძოდა პროტესტანტებს და ამ მცირე ჯგუფმა გააჩერა და შეიძლება ითქვას დაამარცხა პროტესტანტული მოძრაობა და გავრცელება ევროპაში. ანუ ეს მტრული მათი კათოლიკების გადმოსახედიდან პროტესტანტული ორგანიზაცია, პროტესტანტული მოძრაობა გააჩერეს იეზუიტებმა ძალიან ეფექტურად და ძალიან მოწონდა მას სესილ როუდს და
ასე იგი სთხოვა, ნახეთ რა სთხოვა, რა ეწერა ამ იმაში ანდერძის დანარჩი. In the codicil, აი ნახეთ. Rhodes in the codicil requested Rothschild to take the constitution of the Jesuits, if obtainable, and insert the English Empire for the Roman Catholic Church. და შემდეგ რამეს თხოვა რომ მოიპოვეო ეს ისო როჩილდს ავალებს ფაქტიურად აი ამ ანდერჩი უნდა მოპოვებული იქნას ეს ისა და ზუსტად უნდა გადმოკოპირდეს აი ამ ასე ვთქვათ იეზუიტების კონსტიტუცია, მოწყობის სისტემა და ერთ-ერთი განსხვავებით. იქ თუ მიზანი არის კათოლიკური ეკლესიის გავრცელება და გაძლიერება, აქ უნდა ეს კათოლიკური ეკლესიის ტერმინი ამოღებული იქნას და ჩამატებული იქნას მის მაგივრად ბრიტანეთის იმპერია. ანუ ყველაფერი იგივე დატოვეთ ბრიტანეთის იმპერია ჩაანაცვლეთო კათოლიკური ეკლესიითო. და ამას გვიყვება ისტორიკოსი რობინ ბრაუნი, Secret Society, Cecil Rhodes, Plan for the New World Order. რობინ ბრაუნი, ისტორიკოსი რობინ ბრაუნი, საიდუმლო საზოგადოება, Cecil Rhodes-ის გეგმა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების გეგმა, რომელიც პინგვინის იმედ გამოიცა, პინგვინი არის ძალიან ცნობილი გამომცემლობა 2015 წელს. არ მოგიყვებით მე ახლა დაწვრილებით აქ ავტორი გვიხსნის როგორ არის იეზუიტების ამბავი მოთხრობილი, მაგრამ ეგ არ გვაინტერესებს. მთავარი არის შემდეგი რამ. მთავარი არის აი აქედან წავიკითხოთ. Task was advanced by Rothschild, who attracted a host of influential aristocrats to the newly dubbed Society of the Elect. ანუ ჩამოყალიბდა ეს საზოგადოება უკვე იმის ცხოვრებაში, რა ქვია, Cecil Rhodes-ის ცხოვრებაში, Cecil Rhodes-ი 1903 წელს მოკვდა. და ასე ვთქვათ, აი ამ მან რა ქვია, Rothschild-მა დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ მართლა ძალიან მოეწონა ეს იდეა, ეხლა Cecil Rhodes-ს რა ქვია, Rothschild-ს რა თქმა უნდა და მოიწვია ამ რჩეულთა საზოგადოებაში ისეთი პიროვნებები, როგორიც არიან Lord Reginald Balliol Brett, Queen Victoria's closest advisor, Lord Archibald Primrose, 5th Earl of Rosaries Rothschild's son-in-law, who would serve as British Prime Minister from 1894 to 95, and Arthur James Balfour, 1st Earl of Balfour, who would become the British Prime Minister from 1903 to 1905. ანუ ხალხი მოიწვია დიდგვაროვნები ამ როთშილდმა, ერთ-ერთი თავისი ძე იყო. იქ იყვნენ სხვა ლორდები, ლორდ არჩიბალდები და ვიღაცები. და ესენი ხდებოდნენ მერე რატომღაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები. კერძოდ მისი სიძე გახდა პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის 1895-96 წლებში, ხოლო ლორდი ბალფორი გახდა იგივე აი ამ საზოგადოების საიდუმლო საზოგადოების წევრი გახდა პრემიერ-მინისტრი 1902 და 5 წლამდე. და თვითონ ასე ვთქვათ ეს არ მალავს ვინები იყვნენ ეს ადამიანები, ეს სამი განსაკუთრებით ეს სამი ადამიანი არ მალავს თვითონ Cecil Rhodes-ი, რომ იყვნენ მისი სექსუალური პარტნიორები და რატო გადაწყვიტეს? სხვა ძალიან სიმპტომატურია, იმიტომ რომ დასავლეთში ეკლესიაში ბერები, სასულიერო პირები, მღვდლებიც კი არ ქორწინდებიან და ძალიან ვრცელდება ხოლმე ჰომოსექსუალიზმი. ამას ებრძოდნენ მე-11 საუკუნეში ძალიან ბევრი წმინდა მამა, მსხვილის მართლმადიდებელი წმინდა მამა, მაშინ ერთი ეკლესია იყო მე-11 საუკუნის დასაწყისში. ებრძოდნენ ძალიან ბევრჯერ დაგმო აღმოსავლეთის ეკლესიამ და გაკიცხა დასავლეთის ეკლესია. ჯერ მაშინ როდესაც ერთიანი იყო ეკლესია, მაშინვე გაკიცხა, რომ რატო არ გაძლევდო მღვდლებსო, უფლებასო, ცოლის მოყვანისო, სანამ მღვდლებად ეკურთხებიანო. ხო, არაო, ანუ დაგმო კიდევაც, სოფლიო ეკლესიამ დაგმო, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებდნენ აი ამ ამბავს.
ხო, სხვა ტიპები შემოდიან ამ იმაში. ერთ-ერთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ, ეს არის ალფრედ მილნერი. ალფრედ მილნერი ხდება შემდეგ უკვე მომავალში ვნახავთ ამ პიროვნებას. ეს არის უკვე ერთ-ერთი ყველაზე შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი პიროვნება, ვიდრე სესილ როუდსია მომავალში, იმიტომ რომ ალფრედ მილნერი გადაიბარებს აი ამ საზოგადოების იმას, რა ქვია, უფროსობას, ხელმძღვანელობას და ძალიან ბევრ საშინელებებს აკეთებს, რომელზეც მომავალში მოგიყვებით. თუმცა, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ალფრედ მილნერი გამოჩნდა უკვე ჩვენს იმაში და აი ნახეთ როგორ უყვარდა როუდს ეს ალფრედ მილნერი, ნახეთ აი წერს ალფრედ მილნერზე. იგი არის kind of steel that was required to pursue the dream of the world domination. ეს არისო იგი ამბობდა, ეს არისო ფოლადიო. ცოტა სტალინს გამიჩნდა, როცა პირველად წავიკითხე, ხო, ესა ფოლადივით კაციაო, რომელიც დაამყარებსო ჩვენს დომინირებას მსოფლიოშიო. ნახეთ, იგი წერს I support Milner absolutely without reserve. მე მომხრობი Milner-ს არანაირი ეჭვი არ მაქვს მასშიო. If he says peace, I say peace. If he says war, I say war. Whatever happens, I say ditto to Milner. თუ იგი იტყვის მშვიდობა, მე ვამბობ მშვიდობას. თუ იგი იტყვის ომი, მე ვიტყვი ომს. რასაც იტყვის, იმას ვაკეთებო. ამბობს სესილ როუდსი, ამას გვატყობინებს ვილიამ სტედი, რომელიც უახლოესი მეგობარი იყო და არის ჟურნალისტი, თვითონ ამ ჯგუფში მოღვაწეობდა. უსპასო მეგობრებო, მადლობა.